პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ იყოს დებატები. TBC ბანკის ცენტრალური ოფისის წინ უკვე მეოთხე დღეა ცეკავშირის შენობის აქციონერები პროტესტის ნიშნად ჩიმშილობენ. ადვოკატ არჩილ ჩუბინიძის განცხადებით TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ცეკავშირის შენობა უკანონოდ მიისაკუთრა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ამ ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეებს დღეს მხარდაჭერა უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემაც გამოუცხადა. ჩამობრძანდა მამუკა ხაზარაძე, მელასავით შემიტყვა თავის ოფისში თითქოს და პრობლემის გადასაჭრელად ცივილიზებული გზებით და როგორც კი შემიტყვა ეს მელა იქცა ვებხვათ და დამიწყო ხულიგნური გარჩევა და მათ შორის მუქარა. კერძოდ განმიცხადა რომ აქედან თქვენ უნდა დაიშალოთ, თორე თქვენ არ იცით რა გელით. ეს არის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსის დასჯადი ქმედება და აქედან გამომდინარე მე ხელისუფლებას მოუწოდებ დაინტერესდეს ამ ფაქტით, იმიტომ რომ ასეთი რაღაცას აკეთებდა რუსის გენერალიტეტი და ნაციონალური მოძრაობა, როდესაც მოშიმშილეებზე ახორციელებდა